მოგესალმებით შემოსაყვარლო გამომწერებო ეს რეცეპტი, რასაც ახლა თქვენთან ერთად მოვამზადებ ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებს, იმიტომ რომ ზაფხულია ცხელა, ყველა დადის სანდლებით, ბასანოშკებით, ღია ფეხსაცმლით, ქოშებით და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება ჩვენი ფეხის ქუსლები. და ეს რეცეპტი ძალიან გამოგადგებათ იმ ადამიანებს, ეს დახეთქილი ქუსლების პრობლემა გაქვთ, ვისაც პრობლემატური ქუსლები გაქვთ, არა მარტო ქალბატონებს, არამედ მამაკაცებსაც, ახლა ღრმა ნახეთქები, ვისაც აქვს და ვისაც დიაბეტი აქვს და ვისაც სისხლდენა აქვს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მიმართოთ ექიმს და ეს ვერ მოგირჩენთ დიაბეტის შემთხვევაში და სისხლდენი ქუსლებიც აქვს ზოგს, ამ შემთხვევაში აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ, მაგრამ ვისაც ეს გაუხეშება აქვს, გაყვითლება, გარქოვანება აქვს, მოკლედ პატარ-პატარა ნახეთქები აქვს, აი იმათვის არის უაბარი. ამისთვის რა დაგჭირდება? ამისთვის დაგჭირდება ერთი სუფრის კოვზი, ნახეთ, ბაზილიკი. ერთ კილაში სტერილური კილა მაქვს, კარგად გავიცხრი და ეს პირდაპირ ჩავაგდებ. აი ეს. ბაზილიკი რა თქმა უნდა ყველგან იყიდება და არ არის ამის დეფიციტი. აქ მე მაქვს აბუსალათინის ეთი და ესეც ყველგან იყიდება და ამას ჩავასხავ ერთ ჩაის კოვს. ერთი ჩაის კოვსი. ჩავასხავ აი ესე. ეხლა ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი, რომელიც ასევე ყველგან იყიდება აფთიაქებში და ეხლა ჩავასხავ თქვენთან ერთად გლიცერინი. ჩავასხი. აქ მაქვს თხევადი, ანუ ზეთოვანი ვიტამინი და ესეც ყველგან იყიდება აფთიაქებში. აი ესე მთლიანი, ესე პიპეტკით მთლიანი ჩავასხი. და შუშებშიც იყიდება პატარა ამპულებშიც და ერთი ამპულა შეიძლება. ეხლა დამჭირდება ზეითუნის ზეთი და ჩავასხავ და გაჩვენებ. ესეც დაბოლოება ზეითუნის ზეთი. ეხლა ამას მე ყველაფერს კარგად ამოურევ და დაგიბრუნდებ. ნახეთ როგორი მალამო გამოვიდა, უებარი მალამო გამოგივიდა ქუსლებისთვის. ჩაილდეთ რა თქმა უნდა წინასწარ 15 წუთი კარგად სუდა ჩაყარეთ, თმარი ჩაყარეთ, კარგად ფეხები ჩაყარეთ თბილ წყალში, დაიმუშავეთ კარგად, რო ამოიღებთ, შეიმშრალეთ კარგად და ყოველი ძილის წინ ეს თაფლი მიდგას ხოლმე ეს ნაზავი და აი ესე შეიზილეთ და წაისვით კარგად შეიზილეთ, ესე ხელით კარგად დაიმუშავეთ, ჯერ რა თქმა უნდა თბილ წყალში რო ჩაალბოთ ფეხებს პემზით, აი როგორც ამუშავებთ ხოლმე ისე დაიმუშავეთ, მე კარგად გაამშრალეთ და აი ეს ნაზავი წაისვით 10 დღე არის, 10 დღე არის აუცილებელი, ჩაიცვით აუცილებლად ბამბის წინდა, აი ამოიცვით, მთავარია თხელი ნატურალური ბამბის წინდები და 10 დღეში ქუსლებს, აი როგორც ჩვილ ბავშვს აქვს ქუსლები, აი ესეთი გაგიხდებათ. ეს რეცეპტი არის ძალიან მუშა, გამოიწერეთ ხათოს და სანდროს YouTube გვერდი, აუცილებლად რო რეცეპტები ადვილად იპოვოთ და შეინახეთ აუცილებლად. ეს არის საოცარი რეცეპტი, მიყვარხართ.